მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ავირჩიეთ თემა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება, რომელიც უნდა განვიხილოთ ჩვენ, აი 2-3 თვეში, როგორ იქნება. მინდა გითხრათ, რომ დავიწყე უკვე ვიდეოს ჩაწერა და მე აღმოვაჩინე, რომ მიკროფონი არ მუშაობს, ამიტომ უკვე დავდე და არ მინდა რომ ავიღო ეს არკანები, გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ინფორმაცია წამოვიდა და უბრალოდ ცოტა რაღაც მიკროფონმა მიღალატა და დავიწყე თავიდან, მაგრამ პოზიციას ავიღებ როგორც არის, ისევ გავაგრძელებ. პლუს კიდე მე უკვე დაასწრა გამზადებული მაქვს, იმიტომ რომ აქ მინდა ვიპოვო მე იმპერატრიცა, მაგრამ მინდა ნახო რა ენერგიაში ხარის ეს ხა იმპერატრიცა. ჩვენ ხო ვიცით რომ იმპერატრიცას შედის 4-ვის ციკლია. ამიტომ ეხლა დავიწყე იმით, რომ აქ მაჩვენებენ აი ესეთ პოზიციას, როცა ადამიანი გამოდის რაღაცა რთული პერიოდიდან, ძალიან რთული პერიოდიდან და ეხლა გეტყვით, დავიწყე ისევ ამის ახსნა. ანუ აქ არის როგორი მომენტი, მაჩვენებენ უკვე ისეთ პერიოდს თქვენი ცხოვრების, როცა აი უკვე თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ მაჩვენებენ უშუალოდ ადამიანის უკვე გამლილ ცხოვრებას. შეიძლება თქვენ უკვე გამოდიხართ ამ პერიოდიდან, იმიტომ რომ სიტუაცია, როცა არის ჩემო სწავლებმა გიიციან, ნახეთ ახლა იეროფანტი და ხუთიანი პენტაკლები, ეს ნუ გასაგები არის ხო თქვენთვის, ახლა ეს რა სიტუაცია არის. იმიტომ რომ არის თქვენ მაპატიეთ რომ ასეთ რამეს ვაკეთებ, იმიტომ ჩემო სწავლებისთვის ჩემი გაშლები არის როგორც აი გლავს გარეშე კიდე ვარჯიში. ამიტომ ზოგჯერ ასეთ რამეს გავაკეთებ, რა ვიცი არა ინტერესად просто არ უყუროთ, არ მიაქციოთ ყურადღება, всё. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ არის მომენტი, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება თქვენ თუ რამეს აღწევდით, ეს ყველანაირი თქვენი მიღწევა ამ მიღწევას მიყვებოდა რაღაცა დანაკლისი. შეიძლება კარგავდით ფინანსებს, შეიძლება კარგავდით ურთიერთობებს, კარგავდით ჯანმრთელობასაც კი. ანუ ყველანაირად რომ აი რთული გზა გაქვთ გამოვლილი, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ურთიერთობაზე ხო თავისთავად რომ იყო რაღაც ესეთი მომენტები, რომ აი პარტნიორის მეშვეობით ძალიან ბევრს გადიოდეთ რა. უბრალოდ აქ როგორი მომენტი არის, თქვენ გამოდიხართ, მაგრამ კიდე როგორ ხართ, იცით, კიდე რამე მელოდება. აი კიდე მინდა რაღაცა ისეთი, რომ აი კიდე მჭირდება მე რაღაცა ისეთი, რომ აი რამდენი ხანი კიდე მე უნდა რაღაცები ვისწავლო, რაღაცები კიდე გავიარო, რამდენი კიდე უნდა დავკარგო. აი თითქოს როგორ ხარ, აი აქ ესეთი საინტერესო არის რა ამ დასტაში, რომ უყურებს ახლა ეს რაინდი და აი თითქოს რაღაც ეჭვის თვალები, გავიარეთ თუ არ გავიარეთ რა. აი ეგეთი მომენტი რა, კიდე რა მელოდება და უკვე როგორი მომენტი არის. იმიტომ გეუბნებით, რომ აი თითქოს თუ დაუშვით ახლა ურთიერთობას, აი ვერ ვგრძნობ აქ, რომ თქვენ ყავდეთ გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც შეეძლო თქვენი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. იმიტომ რომ ან ხდებოდნენ ეგეთი პარტნიორები რა, რომელიც აი არ იყვნენ ისეთები, რომ თქვათ ახლა გამოიყვანეთ თქვენ აი ამ რთული პერიოდებიდან რა. ნუ ძალიან ესეთი აი შემიძლია გითხრათ ხა იმპერატრიცას მინდა ვნახო. უბრალოდ ნუ კი მაჩვენებენ აქ, რომ ბევრი სხვადასხვა ურთიერთობები ზოგს ქონდა, ზოგს ახლა შეიძლება даже იყო გათხოვილი ეს ქალი და მაინც ოჯახშიც იყო რაღაცა მომენტები, სადაც აი ერთად როგორ არის ისიც არ გამოვრიცხავ რომ სიყვარულის კი იყო, როგორ არა, მაგრამ აი თითქოს აი როგორი რას მაჩვენებენ, იცით? აქ უფრო ამის გაგრძელებას მაჩვენებენ. აქ არის ენერგია ქალის, რომელიც აი როგორ არის უკვე იცით, აი თითქოს ჩიხშია. აი საერთოდ დედამიწაზე არსებობს აი ესეთი ადამიანი, რომ ვისთანაც მე ვიქნები ბედნიერი. აი არის ესეთი ადამიანი, რომელიც თქვათ რაც პრობლემები მაგის მთელი ცხოვრება, ანუ აქ არის როგორი თემა, იცით, ეთყობა თქვენ გაქვთ სულ თქვენ წვიდავთ ყველაფერს მთელი ცხოვრების მანძილზე რა. ნუ თუ დაუშვათ, როდესაც ყავდათ ვიღაცა ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა შეიძლება თქვენი პრობლემების თქვათ აღება თავის თავზე,
უფრო მაჩვენებენ ეგეთ სიტუაციას. თუ თქვენ ახლა ცხოვრობთ ისეთ თქვათ, დალაგებული გაქვთ ყველაფერი და რამე, აქ არ ვიცი, შეიძლება ეხლა გაქვთ დალაგებული, მაგრამ მიყვებიან ალბათ თქვენ წარსულს, რა ვიცი, თქვენ ეს არის საჯარო გარშემო, მიიღოთ თქვენ ენერგიები. უბრალოდ აქ მიყვებიან იმას, რომ ადამიანი ახლა სიყვარული უნდა, როგორ არ უნდა, უბრალოდ აი ეს მომენტი არის, რომ აი საერთოდ აი მომეცემა საშუალება, იმიტომ რომ აქ ხალი, რომელიც ნახეთ საზოგადოებაში რომ გადიხარ, ძალიან უყვარხართ, ხო? არიან ადამიანები, რომელიც გისმენენ, რომელიც აი მნიშვნელოვანი ხარ. ანუ ყველაფერს აკეთებ თქვენ თვითონ იმისათვის, რომ თქვა გქონდეთ წინსვლა, იმიტომ რომ აქ უკვე გამოვიდა ქვერთხების დედოფალი. მაგრამ ამ ქვერთხების დედოფალს აქ პრობლემები, რომელიც უნდა აიღოს ხმალების მეფე, ანუ ყოფილი მამაკაცი, იმიტომ რომ აქ არის ცხრიანი ხმალების. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გოგო თვითონ სულ წვითავს ესეთ ანუ რაც კაცებმა ვერ აიღეს თავის თავზე, თუნდაც ეს პასუხისმგებლობა, თუნდაც ეს რაღაცა პრობლემების გადაწყვეტა. აქ ყველაფერი აბსოლუტურად არის გოგოს გადასაწყვეტი. ნახეთ, როგორი გადაღლილი არის უკვე ეს კვერთხების დედოფალი. და ანუ ყველაფერი მე დაჟე შემიძლია აი გითხრათ, რომ თქვენ უკვე აქ ზოგს შეიძლება სახლიც იყიდეთ, მანქანაც იყიდეთ, ყველაფერი იყიდეთ აბსოლუტურად, მაგრამ სულ ჯერ ეს იმპერატრიცა არ გამოდის, ჯერ გამოდიან დედოფლები. მაგრამ მთელი ცხოვრება როგორ ხართ, აი სულ სწავლობ და აქ ახლა ნახეთ თასების დედოფალი და პლუს კიდე გვერდით არის აქ თასების ტუზე. ეს ადამიანი არის ძალიან გამცემი. სიყვარულს აძლევს, ხო? თვითონ სწავლობს, აი სულ სწავლობს, შეიძლება თქვენ ახლა აი მოგწონთ თემა ურთიერთობების მაგალითად და რაღაცებს უკითხულობ, თქვათ, ხო? შეიძლება ეხმარებით, თქვათ, ახლა დამხმარე პროფესია გაქვთ და ეხმარებით სხვებსაც იმაში, რომ თქვათ, ახლა ანუ არიგებ, თქვათ, ჭკუას. ანუ ეს როგორი თემა, იცი, სხვებს ვარიგებ, სხვებს ვეუბნები რაღაცებს, სხვებს ახლა, მაგრამ მე თვითონ აი უკვე დავიღალე რა. კი, აქ აღიარებული ხარ, შეიძლება თქვა, ანუ ეს შეიძლება იყოს როგორ თქვენ ახლა თქვენ სტრესში, ხო? ან შეიძლება თქვათ ახლა, მართლა მუშაობდე სპეციალისტი ხართ, მაგრამ აქ მთელი ცხოვრება ადამიანი ეძებს რას, იცით, ანუ დაჟე სიყვარულს კი არა, თქვენ შეგიძლიათ ადვილად შეგიყვარდეთ ადამიანი, არის, აქ არ არის ესეთი სიტუაცია, რომ აი ძნელად მიყვარდება, არა. უბრალოდ ეგრევე ცდილობთ, რომ გული გადაუშალოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ამასობაში კი სწავლობთ ბევრ რამეს, მაგრამ აი თქვენ თვითონ ვერ პოულობთ იმას, რაც თქვენ გინდათ. ანუ თითქოს აი ეგეთი ისა რა, აი სწავლობ, მაგრამ ვერ სწავლობ და ამ დროს აქ აი უზომოდ დიდ გინდათ რა, იცით, უზომოდ გინდათ რომ იყოთ სტაბილურად, უზომოდ გინდათ რომ იყოთ ბედნიერი, უზომოდ გინდათ რომ აი მოიზიდოთ თქვენ ცხოვრებაში აი ეს ბედნიერება, სტაბილურობა, სადაც უკვე ამოვისუნთქო ის რა საინტერესო, რატომ არის აი ახლა შევიკითხები რა მაღალი ძალების რას ხო, მაგრამ აი რო უყურებთ, ხო, კიდევაც აი სულ ცდილობთ რომ მოიზიდოთ ეს ბედნიერება, მაგრამ აი უკან რო გაიხედოთ, აი უფრო მეტი ტკივილი გაქვთ, ვიდრე თქვათ, აი რაღაცა აქ ურთიერთობა, აქ ნახეთ როგორ არის, ხო, გეუბნებით, აქ ადამიანი გულს არ კეტავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ რამე სიტუაცია არის თქვენ ცხოვრებაში, ამას ვერ ხსნით, გაიგეთ რა ხდება. ანუ ესე იგი, წარმატებული ხართ, კი ბატონო. ანუ საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანი ხარ, კი ბატონო. ეხმარებათ ადამიანებს, კი ბატონო. ნატრულობთ იმას, რომ იყოს თქვენთვის, ბევრ რამეს შეიძლება სწავლობთ ურთიერთობაზე, ხო, საერთოდ, მაგრამ აქ არის ისეთი მომენტი, როცა უკან რო გავიხედები, მაინც აი რაღაცა აი არა გაქვს დალაგებული პირადი აქ რა. აი არა გაქვს პირადი დალაგებული, ხო? ამ დროს ხო და აი დაჟე ნახეთ რა ხდება. ანუ კი მაგას აჩვენებენ რა, რომ მთელი ცხოვრება თითქოს აი ურთიერთობა როგორ არის, იცით, აი თითქოს შემოდის თქვენთან რაღაცა მომენტები, როცა სიყვარული აი გაძლევენ რა ადამიანს, თქვა, გაქვთ რაღაცა სიყვარული, თქვა, რაღაცა პერიოდი შეიძლება
ხართ ამ სიტუაციაში, მაგრამ მე ისევ ყველაფერი დავდეყირა ხდება. აქ თქვენ უბრალოდ რა არის ძალიან ესეთ კარმული გაკვეთილების აქ აღებული ეთყობა თქვენ სულს, იმიტომ რომ და მეკითხათ და აი თვით მაღალი ძალები გამოვიდნენ კიდევაც და მეუბნებიან რომ თქვენ აი ამ სხვათა შორის დააკვირდეთ რა შეიძლება რაც დრო გადის და იმის მიუხედავად რომ თქვენ გადეხართ ამ სირთულეებს თქვენ თითქოს ახალგაზრდავდებით თქვენ თითქოს იყურნებით თქვენ თითქოს აი დაინახათ ეს მართლა ეგრე ხდება როცა ადამიანი იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა პრაქტიკებსაც აკეთებთ რა ეს უკვე ცნობილი ფაქტი არის რომ ვინც მუშაობს ენერგიებთან ვინც მუშაობს დაუშვათ საერთოდ აი მედიტაცია პრაქტიკებს რო აკეთებს ისინი თითქოს აი უფრო და უფრო ახალგაზრდავდებიან ყოველ შემთხვევაში თავის ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებიან და აქ თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ რომ იზიდავ შევა პრაქტიკებს ხო გითხარით აკეთებ და აი სულ უზომოდ რატო ვამბობ იმიტომ რომ აქ მე-15 არკანი ანუ კაი პოზიციაში არის რა რომ ნამდვილად ანუ თან მოგწონთ სხვათა შორის ის საქმე რითიც ხარ დაკავებული შეიძლება რაღაცას სწავლობთ მაგრამ ეს იმენა მაპატიეთ აი ეს განიჭებთ თქვენ ძალიან დიდ სიამოვნებას თქვენ ეს მოგწონთ აქ ზოგი სახლიდანაც მუშაობს სხვათა შორის რა და ესეც მოგწონთ თქვენ ანუ იმას რასაც აკეთებთ თქვენ თუნდაც აი მიწიერ დონეზე ხო ეს თქვენ მოგწონთ ძალიან რა აქ შეიძლება ზოგს ანაზღაურებაც ესეთი აქვს რომ ნუ მოსწონს მაგრამ აი ეს ყველაფერი თქვენ აი აქ ყველაფერს თქვენ სულს აქეთ ყოფა აღებული პროგრამები რომ აი პარტნიორების მეშვეობით უნდა ისწავლოთ თქვენ და უნდა აირჩიოთ ეს სულიერი გზა ან даже არ გამიკვირდება აი ამ ურთიერთობის ბევრი ურთიერთობები ვიღაცას ქონდა ან შეიძლება დაუშვათ გიყვარდებოდათ ან ნუ რაღაცა ან მოწონებები ნუ რაღაცები იყო აქ არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ აქ არის ის მომენტი რომ თითქოს თქვენ ამ სიტუაციებით სწავლობდეთ რა ყველაფერს სწავლობდით კი და სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ რომ აი აქ თქვენ ან უკვე ხართ ისეთი პიროვნება ვისაც უჭირავს ხელში ძალიან მაგარი ინსტრუმენტები ანუ ნახეთ ესე იგი როგორი სიტუაცია იცით ყველაფერს კი გადეხართ აბსოლუტურად და აი ეს ყველანაირი თქვენი აქ რაღაცა თქვენი ცხოვრების რაღაც თემები მგონი მომიყვეს ხო და ეს ამ ყველაფერმა თქვენ მიგიყვანათ იმ დონემდე რომ თქვენ თვითონ ხართ დღეს აი თქვენი საქმიანობით თქვენ ხართ კმაყოფილები იმიტომ რომ აი ეს ან გაგიყვანათ შეიძლება ამ სიტუაციამ თქვენი ცხოვრების სიტუაციამ გაგიყვანათ თქვენ იმ დონეზე სადაც თქვენ თქვით რომ აი ეს მე გავხდი ძალიან მაგარი სპეციალისტი ან ხვდები ან იმიტომ რომ მაგი არის ახლა როცა ის სწავლობ ან უკვე გავხდი სპეციალისტი ანუ აი ეგეთ კარგი რა აქედან ამ სიტუაციიდან იცით რომ კი იყო ბევრი რაღაცეთი პერიოდები მაგრამ მე გავხდი ძალიან მაგარი სპეციალისტი ან მე ხვდები ძალიან მაგარი სპეციალისტი იმიტომ რომ მე ვიპოვე აი ამ ასობაში ვიპოვე ის რაც მე მომწონს და რაც მე მინდა და მაგით მიხარია რომ შემიძლია სხვებსაც დავეხმარო რომ გამოვიყვანო მაგ ესეც რთული სიტუაციებიდან ნუ ეს ასე მუშაობს საერთოდ რა და ადამიანები ვინც არიან თქვა აი დამხმარე პროფესიის ხო ყოველთვის თვითონ გადიან ძალიან რთული პერიოდებს იმიტომ რომ თვითონ უნდა უფრო მეტი მოეთხოვებათ რა და უფრო მეტი საჭირო არის რომ გაიარონ მაგათმა რაღაცა რთული გზები იმიტომ რომ ასეთი ნუ რა თქმა უნდა თვითონ თავისი სულიც ახლა უფრო უნდა იყოს განვითარებული უფრო წინ უნდა იყოს და პლუს კიდე ამ თავისი გამოცდილებით უნდა დაეხმაროს სხვებსაც რომ შეცვალონ მათი ნუ თქვა აი ეს სულიერი ცხოვრება ანახონ რა და აუხსნან რომ არსებობს არა მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სადაც ჩვენ ვართ არსებობს კიდე სულიერი ცხოვრება სადაც ჩვენ აუცილებლად ისიც უნდა ვიცოდეთ რა ეს იმპერატრიცა რატომ დამემალა
ნუ კი ბატონო, აი კიდე მაჩვენებენ იგივე სიტუაციას, რომ აქ არის მომენტი, როცა ადამიანი უკვე რა არის, აი აქ სულ მამაკაცების თემებში ხართ რა. კი ბატონო. აქ კორუმი კი გამოვიდა, ნუ იმპერატრიცა რაღაც ძალიან დამემალა დღეს მე. რაღაც ძალიან დამემალა. ხო, ჯერ შეიძლება თქვენ თვითონ თვლით, რომ ჯერ არა ვარ ისეთი არ გამიკვირდება ეს მომენტი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა ნახეთ გამოვიდა აქ ისეთი ენერგიები გამოვიდნენ, რომ ადამიანი უფრო აი ყურუმთან მიმიყვანეს რა, რომ აქ კი ბატონო, მე აქ ვსწავლობ. აქ კი მე ბევრი რაღაცა ჩემში, ანუ არჩევანიც ბევრმა თქვენთაგანმა გეუბნებით. არჩევანი გააკეთეთ იმისი, რომ მე მინდა გავხდე, ანუ ამოდე ასე თქვა დამხმარე პროფესიის სპეციალისტი, ანუ სხვებსაც დავეხმარო. ან ვისწავლო, აქ სხვათა შორის ბევრის შეიძლება ის დაიწყეს სწავლა. ან ტაროსი, ან თქვათ რა ასტროლოგიის არა აქვს მნიშვნელობა, არჩევანი ეზოტერიკისკენ გააკეთეთ თქვენ. ნუ ეს პრინციპში ნორმალური, აქ დარწმუნებული ვარო, ბევრი ადამიანი, ხა ვინც პირველ რიგში, ვინც ისე უბრალოდ უყურებს, ხო? ტაროს ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენც აერჩიეთ და თქვენც აგერჩიან ტარო, იმიტომ რომ თქვენ იღებთ ინფორმაციას ტაროს მეშვეობით, ხო? რაღაცას და ამ დროს ვითარდებით და ამ დროს ხა ხო ბევრი წერთ ხოლმე, რომ აი თქვენ ვიდეოს რო ვუყურებ, აი ჩემი ცხოვრება შეიცვალეს, იმიტომ რომ აქედანაც იღებთ თქვენ ინფორმაციას. ზოგი მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ აი თქვა წავალ და მე თვითონ ვისწავლე, ხო? ნუ ხა მარტო ჩემთან ერთი მე მგონი 1500 მოსწავლე გავუშვა ამ 2 წლის განმავლობაში და ეგაც რამხელა რამეა, ხო, რომ ადამიანები ვითარდებიან აინტერესებთ. არ არის აუცილებელი ყველა გახდეს სპეციალისტი, თქვათ იმენა რომ ვინც გამოვა ასე და იმუშავებს, ზოგი თავისთვის დაუშვათ, ან ახლობლებისთვის იქნება თავის წრეში, თქვათ იმუშავებს, ხო? ზოგი იქნება, თქვათ, უბრალოდ თავის პროფესიაში გამოიყენებენ, იმიტომ რომ აი ფსიქოლოგებისთვის სამაგარი არის ეს, რომ როცა შენ იცი წაკითხვა, იმიტომ რომ ადვილად უფრო შეძლებ ადამიანის გაგებას რა, უფრო მალე, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, უფრო მალე. კი ბატონო, რა გვაქვს ჩვენ ახლა? აქ, ნუ აქ მაჩვენებენ ისევ თქვენ გზას, მაგრამ მე მინდა რომ ხმალების დედოფალი, დაღლების დედოფალი ღმერთო, აი ესე იგი თქვენ უბრალოდ აქ რას მაჩვენებს და რომ თქვენს გზას მაჩვენებს რა. რომ როგორ გამოდიოდით თქვენ, რამდენს თქვენ მუშაობთ, რამდენი პრაქტიკები, რამდენი, ნუ რა ვიცი რა. თან ეს რა საინტერესო იცით, აი ამაში ყველაფერში თქვენ შეგიყვანათ ზუსტად იმ ენერგიებმა, რომ აი ვერ ვხედავდი უკვე გზას, რა გამიკეთებია და ამიტომ დავიწყე თქვა ტაროს მოსმენა, ხო? აი იმიტომ რომ ნუ მაინც ყურუმს თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება არის ახლა ფარველი ტაროსი, ხო? აი ამას ვუსმენდი, რომ მინდოდა რაღაცა, ნუ რაც გითხარით პრინციპში, რომ აი ამის მეშვეობით თქვენ ბევრ რაღაცებზე პასუხებიც მიიღეთ რა. და პრინციპში აი აქ დამხმარე პროფესიაც ვიღაცამ აერჩია, ვიღაცამ ისწავლა და გახდა ესეთი ადამიანი, რომელიც მართლაც ხებს ეხმა ამოვიდა იმპერატრიცა, ნუ ხო გითხარით, თქვენ როგორ ხართ, იცით, აი ეჭვი პარებად, ჯერ ბოლომდე ვარ მე იმპერატრიცა, ანუ ვარ მე ჯერ სრულყოფილი, იმიტომ რომ თუ კი აი ასე, ნუ ნახეთ, ახლა შეიძლება კარგი სპეციალისტი ხართ, შეიძლება კიდე გაარკვიეთ ყველაფერი თქვენ აბსოლუტურად თქვათ, ახლა თქვენს ნუ სხვადასხვა სფეროებში რაღაცა ხო, მაგრამ აქ გვაჩვენეს, რომ თქვენ თვითონ არა გაქვთ დალაგებული, ასე რომ ვთქვათ, ეს პირადი ცხოვრება, ხო? და ამიტომ ახლა როგორ შეიძლება ვთქვა, რომ მე ვარ, თქვა დაუშვათ ახლა სრულყოფილი იმპერატრიცა, თუ მე აი აქ კიდე არა ვარ სტაბილურად. შეიძლება ზოგმა დაკარგა ურთიერთობა, როგორც ჩვენ თავიდანაც ვთქვით, ხო? შეიძლება ზოგი აი თქვათ კიდე მერყეობს, მაგრამ აქ დიდი იმედი გაქვთ თქვენ იმისი, რომ ნამდვილად ჩემი ცხოვრება შეიცვლება, დავიწყებ ისევ ნულიდან, აი და მაგ დიდი შანსი. ანუ თქვენ არ კარგავთ იმედს, რომ ყველაფერი რო კარგად იქნება, თქვენ იმედს არ კარგავთ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ანუ მაინც ბედნიერება მოვა, რაღაცა უძლიერესი პიროვნება ხარ და ამიტომ თქვენ ახლა ნამდვილად ხართ, როგორ იცით,
ბევრს ვფიქრობდი და აი მივხვდით რომ მე ნამდვილად მჭირდება ისეთი ადამიანები, ისეთი კი არა, ვინც მატყუებენ და ვინც ახლა არ არიან თქვა ზრდასრულები, ხო? და ვინც თქვა ახლა მე რაღაცას ჩემ თავს ვატყუებ, რომ არიქა და ვიღაცისგან რაღაცას გავზრდი, ხო? არა, მე მჭირდება იმპერატორი, იმიტომ რომ მე რო ვიყო სრულყოფილი იმპერატრიცა, მე თვითონ უნდა მივახციო იმას, რომ მე მყავდეს გვერდით იმპერატორი. და აი ამისთვის ყველა უკვე კი აი ხო ნუ ახლა აღარ მინდა უკვე გითხრეს ბევრი რაღაცა. პრინციპში ნუ თუ იცანით ეს თქვენი ისტორია, მგონი მოგიყვებით წელი ცხოვრება, ხო? და რომ მოგიყვარ უბრალოდ სწორედ თუ თქვენ ისწავლეთ რა არის, თუ თქვენ ეს თქვენია, მაშინ გავაგრძელოთ ჩვენ და პირადი ცხოვრებას ჩვენი საერთოდ არის როგორ ახლა შეიძლება არა, ნუ მოდით ურთიერთობიდან დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახოთ ახლა თქვენ რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში ამ პერიოდში, რაც ჩვენ ვთქვით, ნუ ჩაიფიქროთ მაქსიმუმ 2 თვე და ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ესე იგი თქვენი პირადი ცხოვრება ამ პერიოდში ვნახოთ ახლა მაინც რას იზავთ. ნუ გოგოებო, აქ მაჩვენებენ რას, რომ აქ შეიძლება გამოვლინდეს ვიღაცა ადამიანი, რომელთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა, რომელმაც გული გატკენათ. შეიძლება აქ ვიღაცამ даже ვნახეთ რა იყო, თქვენ შეიძლება აქ ვიღაცას გიშლიდათ, მოდით ასე ვთქვათ, მე არ მიყვარს ეს იმის თქმა, რომ ვთქვათ, ახლა მესამე პირი საჯარო გაშლაში, მithumet ეს ახლა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ არის აქ უკვე ბიჭი ზის და ნუ იხსენებს იმ მომენტებს, რაც იყო თქვენ ცხოვრებაში. მესამე პირი, ან მესამე სიტუაცია, იმ დროს საჯარო ყველას თავისი აქვს. შეიძლება უბრალოდ სამსახურში დილიდან საღამომდე ზის და თქვენთვის ყურადღება, ვთქვათ, ნუ არანაირი არ იმაშურებია. და ესეც არის, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი სიტუაცია, ხო? მაგრამ აი აქ ამ ადამიანს ახლა უნდა თქვენთან გამოჩენა სხვათა შორის, ნუ თქვენ პირად ცხოვრებაში, ანუ რაც იყო რაღაცა ხარვეზები, ეს დასრულდება. მე ვეტყოდი, რომ თქვათ, ნახეთ, თქვენ შეიძლება ზოგისთვის კი ნამდვილად თქვენ შეიძლება ელოდებით даже ახალ ურთიერთობას, იმიტომ რომ შეიძლება იყო ღალატი აქ და ნამდვილად თქვენ უკვე ეს დატოვეთ უკან რა. და თქვით, რომ არა, მე უკვე მინდა რომ ჩემი თავი ავირჩიე და მე მინდა რომ მე ვიყო აი ბედნიერი, შეიძლება საჯარო გაშლაში მაგასაც ეთქვედა. და კიდე აქ რა ხდება? ნუ აქ ახლა ნახეთ, უმრავლესობისთვის გოგოებო იქნება ძველი. განახლება ძველი ურთიერთობის. განახლება თუ დასრულება, რას მაჩვენებთ? განახლება. აი ეს იმპერატორი რო გაჩვენეთ, ნახეთ აქ რა ხდება. მაინც წამოვა 2 ვარიანტი უეჭველე. პირველი როგორც გითხარით, რომ შეიძლება ძველი ურთიერთობა, რომელიც თქვენ შეიძლება ჩათვალეთ, რომ უკვე დასრულებულია, აქ გამოვა ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანებს აქ კავშირი სულის დონეზე. 6-იანი დასების, ნახეთ აქ როგორი ლამაზია. აქ არის აი ძალიან პატარა და ამ დროს კიდე იცით თქვენ რომ ეს არის თქვენი იმპერატორი. ნუ ჩვენ ახლა აი ნახეთ თუ ხმა გაიგეთ, ახლა მორბის გიჟივით. ანუ ნახეთ, მე რა მინდა გითხრათ, იცით, აი პატარა პროცენტს კი ექნება ის მომენტი, რომ თქვენ ძველი დაასრულეთ და თქვენ ნამდვილად შეიძლება იზიდავთ თქვენი ენერგეტიკით ახალ ადამიანს, რომელიც იქნება თქვენი იმპერატორი. კი ბატონო, მაგრამ შეიძლება იყოს აი ეს სიტუაცია, როცა მეგეუბნებით, აქ რაღაც ახალ ეტაპზე უფრო გადადიან ხმართალი ვარ. ხო, აქ ადამიანი, რომელიც თქვენ ნახეთ რა ხდება, შეიძლება იყო პერიოდი, როცა თქვენ ელოდებოდით მისგან რამეს, მაგრამ ის აი თითქოს როგორ არის, იცით, ნუ ელოდებოდით კი ბატონო, ელოდებოდით თქვენ მაგისგან რაღაცას, მაგრამ აი შეიძლება წარმოიდგენდეთ როგორ ჩამოვა, როგორ ასიზავს, მაგრამ აი იმას რაც თქვენ გინდოდათ, იმას ან ვერ გეუბნებოდეთ, ან რაღაცას თქვა და ვაფშე არაფერს არ გეუბნებოდეთ, ისიც რაც საჭირო იყო. აი აქ მაჩვენებენ, რომ თითქოს ეს ადამიანი მოდის. კი.
და სხვათა შორის ახალი შეთავაზებით მოდის ეს ადამიანი თქვენთან. ნუ აქ ნახეთ რა ხდება. ძალიან ბევრი ისეთი პაჟების გამოვიდა ენერგიები, პაჟების ენერგია ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი კი ბატონო შეიძლება ეს იყოს ის, რომ თქვენ მიიღებთ გზავნილს, თქვათ, ეხლა ნუ მოგივა თქვათ, ადამიანი მოერევა თავს და ადგება და მოგწერს რაღაცას, გეტყვის ისეთ რამეს, რაც თქვენთვის იქნება, თქვათ, ეხლა აქ შეიძლება даже როგორ არის იცით, როგორ მოიქცევით თქვენ, ნუ თითქოს ეხლა ნუ თქვი და თქვი ეხლა რა ვქნა ეხლა. მაგრამ გესიამოვნებათ ეს მაგისი გამოჩენა სხვათა შორის მაგრამ ბევრი რამის ეხლა შეხედეთ რას ნიშნავს აქ ამ შემთხვევაში იმპერატორი გოგოება არა აქვს მნიშვნელობა იმას ეხლა ყოველას რა ნუ იმპერატორი არ არის აუცილებელი ყველა სიტუაციაში ყველა თემაში რომ იყოს მდიდარი ფულიანი და აი რაღაცა მიხვდით მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ეს ადამიანი. Всё. იმას აქ ფული არა აქვს, მილიონერია, მუშა, რა ვიცი მე, ვიღაცა, ვინც არ უნდა იყოს. აი, უშუალოდ, აი, ჩემთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია. მორჩა. აი, ეს არის ჩემი იმპერატორი. ვისთანაც, ვისიც მე შეიძლება კიდევაც დავუჯერო, კიდევაც მოვუსმინო, კიდევაც აი, ყველაფრის მიუხედავად. მიხვდით? აი, ეგეთი თემა არის აქ და იმიტომ რომ მნიშვნელოვანია აგზის ჩემთან, ხო? აი ეს არის. მაგრამ პაჟის იმიტომ არის, რომ თქვენთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ მაგას აი არ აქვს ისეთი რამე, რა აი თქვა გლობალური რამე, რასაც შეუძლია, ნუ თქვა თქვენ შემოგთავაზოს რა. აი ეგეთი ადამიანი არის, მაგრამ შეიძლება მაგიტომაც დაუშვათ არ გამოდიოდა ეს ადამიანი კავშირზე. შეიძლება დაუშვათ ეს ადამიანი უკვე რაღაცას ადრეც გვირდებოდეთ, მაგრამ არ შეასრულა ის რაც გვირდებოდა, ხო? და მოდით მაშინ რას რითი მოდიხარ აქ? აქ იყო სიტუაცია როგორი? აქ იყო ძალიან დიდი ხნის თემა, მოდიდა. მოდის მეუბნება განულებული ვარ, აი სხვანაირად ვარ, სხვანაირი ენერგიები მოვდივარ, იმიტომ რომ აქ გქონდა თქვენ პაუზა. აქ თქვენ როგორ იყავით, იცით, ორივე ერთმანეთს ელოდებოდით, მაგრამ იჯეკით ჩუმად. არც თქვენ ეუბნებოდით იმაზე, როგორ გული მტკივა და როგორ მინდა ზოგი შებავში ბლოკში ყავდეთ ვიღაცას, მაგრამ ანუ აქ ორივენი იცოდეთ, რომ აი აქ ორი სული, რომელიც არის, ანუ ერთმანეთი ენატრებოდათ, ორივენი ცალ-ცალკე შეიძლება ტიროდით, ნუ ეს ბიჭებისთვის შეიძლება ისი იყოს ზოგადად, მაგრამ აქ არ ელაპარაკებოდით ერთმანეთს, აი საერთოდ, ჩუმად იჭიქეთ რა, საერთოდ. მხოლოდ აი აქ ნახეთ იმპერატრიცა არის ჩვენი. ანუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, რომ გითხრათ, რომ აი აქ მომდის, მაინც ამ დასთან ძალიან შემიყვარდა. აი იცით რა მომივიდა პირველ რიგში ნახეთ, იმის აი თქვენ კი იყავით ჩუმად, მაგრამ აი თქვენი სულები ერთმანეთთან სულ საუბრობდნენ თითქოს რა. ან თქვენ გოგოები, ხო? აი ესე გვაჩვენეს რა ინტუიციის პატრონი და პრაქტიკებსაც აკეთებთ, უგზავნიდით მაგ ადამიანს თქვენს სიყვარულს რა, თქვენს სიყვარულს და ამიტომ ეს არის როგორ შეიძლება თქვენ უკვე даже თქვით რომ ნუ ალბათ აღარც ვახსოვარ, ალბათ აღარც ვჭირდები, ალბათ უკვე არც ვაინტერესებ. მაგრამ აქ ძალიან ისეთ აი ისინი ჩაიკეტებს აი ეს და დიდი კლიტე ასე დაედო. მაგრამ აი აქ ნახეთ თქვენ ხო ფიქრობთ მაგაზე დაუშვოთ, ხო? ის სადღაც აჭდილეთ, აი იცით რა ნახეთ აი ესეთი რაღაცა თუ გქონდათ, აი დაწერეთ თუ კიდაც ახლა აი კომენტარებში ძალიან საინტერესოა, როცა შენ დაუშვოთ ახლა გრძნობ, რომ ან შენ ზურგს უკან არის, შეიძლება აბანოში ხარ და თქვა სადღაც ან დადის რაღაც, აი აჭდილივით რა. რომ თითქოს აი ისი კი არა ცხადში კი არა, მაგრამ თითქოს სადღაც არის, ან გელანდებათ სადღაც, ან სადღაც აი მე გარეთ თქვა გახვედი და ვიღაცას უსპად მიამგვანეთ, მე რა ესეთი რაღაც დაგემართა. აი ეგეთი მომენტი არის, აი აქ.
ну მოდით მაშინ ახლა ვკითხოთ ახლა კაი განულებული კი მოხვალ შენ ახლა აქ და ახალ სიტუაციაში გინახავ წასვლა მაგრამ ანუ შენ ისე ამ დღის ბოლომდე გამოჩდები და რას უნდა ელოდეს გოგო კიდე შენგან რას უნდა ელოდეს სიყვარულს უნდა ელოდეს აქ სიყვარულს უნდა ელოდეს აქ ანუ ნახეთ რასაც მე შენ არ გაძლევდე რასაც მე გავურბოდი რასაც მე ვერ ვამჩნევდი რისიც მე მეშინოდა რასაც მე ვერ გამოვხატავდი აი ეხლა აუცილებლად ამას გამოვხატავ აუცილებლად იმიტომ რომ აქ უბრალოდ როგორი მომენტი არის შენ კი გონია რომ მე უკვე ძალიან ისეთი ცუდი ბიჭი ვარ მაგრამ არ არის ეგრე რა ეგრე არ არის მე მოვალ შენთან დიდი სიყვარულით უნდა მიიღო თქვენ ეს ადამიანი ну ეს ადამიანი მოდის თქვენთან მართლა ძალიან დიდი ტრანსფორმაციით ძალიან დიდი ტრანსფორმაციის მერე მოდის ეს ადამიანი თქვენთან მაგრამ იგი ძალიან ბევრი იფიქრა და აქ даже შემიძლია რომ არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა მიხვდა რომ რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს აი აქ ერთადერთი მან მიხვდა ის რომ მხოლოდ შენ შეგიძლია მე გამომიყვანო აი ამ სიცივისგან მხოლოდ შენ გაქვს ამისი ძალა რომ სიცივეშიც კი შენ შეგიძლია მე გამათბო და ანუ აქ ადამიანი იმენა გთხოვს რა შენ არ იცის ამ ადამიანად იცის რომ მე შენ აი დაგღალე გადაგღალე კი არა დაგღალე აი დაგღალე რა ჩემი ასეთი უხეში და ესეთი ცუდი ხასიათებით იმიტომ რომ აქ არის ხმარების მეფე გადაგღალე ვიცი რომ აი ეგეთი ვარ და ნახეთ აქ როგორი ლამაზი არის რა რომ აი თავისუფალია მე რაც მინდა იმას გავაკეთებ მე როგორც მინდა ისე ვიზავა ეგეთი ტიპაჟია და მაგრამ აი ეხლა შენ თუ კიდე მომცემ შანსს მე თუ ამირჩევ მე შენთან კი არ მოვალ აი ეგრევე მოვფრინდები რა ეგრევე მოვფრინდები ოღონდ შენი სიტყვა იყოს ოღონდ აქ საუბარი უნდა თქვენთან საუბარი უნდა ამ ადამიანს იმაზე გინდა რომ ამას ბუდიშის მოხდა უნდა ამას უნდა აი აქ ადამიანმა ბევრი რაღაცები გაიარა და მიხვდა რომ ძალიან გულს გტკენდა ძალიან და ანუ აი მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ძალიან გთხოვ ну აქ მოდის უკვე ნახეთ ახლა ამ ეს ადამიანი მოდის თქვენთან აი როგორც ძალიან ბევრისთვის რომ ან სამუდამოდ თუ აპატიეთ ანუ ყველა ვარიანტში ძალიან დიდი კავშირი ძალიან დიდი თქვენ ხართ ის ადამიანი მისთვის ვისაც მაგას უნდა რომ იაროს ამ გზაზე ამ ცხოვრების გზაზე და ანუ ერთნაირები ხართ და თქვენ ბევრი რაღაცა გიყვართ ერთნაირი მიხვდეთ და ამიტომ აქ ნუ აი აქაც 10-იანი არის თასების ნახეთ ბოლოში და ნამდვილად თქვენი პენტაკლების მეფე მოდის უკვე ცოტა სხვანაირი შეიძლება ბევრი რაღაცა თქვენ რაღაცა მაგას უთხარით ისეთი რამაც აი ძალიან ეწყინა აი ძალიან აი ეთქობა ისე აი რაღაცა ნახეთ რა უთხარი აი ძამწარეთ უთხარი თქვენ რაღაცა რომ უცბად გავარდა ეგა თქვენი ცხოვრებიდან და ანუ ეს სადღაც აქ даже შეიძლება ზოგს ერთ თვემდე და მეტიც შეიძლება იყო აქ ეს სიტუაციები რომ თქვენ ჩუმად იჭიქით კი მაგრამ უზომოდ მტკივნეული პერიოდი გრძელი პერიოდი იყო ეს რომელიც მთავრდება ეს ანუ ეს როგორი მომენტი არის იცით როცა შეიძლება აი ხო ნუ აქ ენერგია წაერთვა ადამიანს კი ნუ ორივეთვის იყო მოდით ასე ვთქვათ აქ ორივეთვის იყო ეს ძალიან რთული ეს პერიოდი რომელიც თქვენ განიცადეთ აი ძალიან რთული პერიოდი იყო უენერგიობას გრძნობდით ხო რაღაცა თავდაყირა დადგა ყველაფერი ვეღარ გაიგეთ რა დრო მიდიოდა არაფერი არ იცლებოდა მაგრამ აქ ერთობიან მაღალი ძალები უმაღლეს დონეზე ერთობიან ეს სიტუაცია უნდა ყოფილიყო აუცილებლად უნდა ყოფილიყავით თქვენ ცალ-ცალკე აუცილებლად იმიტომ რომ უნდა ცალ-ცალკე გაგებლოთ ეს თქვენი გაკვეთილები ცალ-ცალკე
და აი აქ ნახეთ ახლა, ახლა გეძლება თქვენ საშუალება, რომ დაიწყოს გამოსვლა იმ სიტუაციიდან, რომელიც იყო სტაგნაციაში, რომელიც არსად არ მიდიოდა, რომელიც даже ფაქტიურად დაენგრა, მაგრამ არც ლაპარაკებოდა, არც თქვენ არაფერს არ წერდეთ, არაფერი აბსოლუტურად რა, აბსოლუტურად არაფერი. აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ პრინციპში თქვენ ცალ-ცალკე ბევრი რაღაცები გაიგეთ, ბევრი რაღაცები გაიაზრეთ, ისწავლეთ და აი აქ უკვე გეძლებიან თქვენ საშუალებას, რომ იყოთ ერთად. ამიტომ დაელოდეთ ის, რაზეც ოცნებობდით, რაც გისითავდათ. დაელოდეთ ახლა ამ პერიოდს, მართლა ძალიან ლამაზი პერიოდი მოდის თქვენ ცხოვრებაში. მე რა უნდა, როგორც ყოველთვის გისურვებ მხოლოდ და მხოლოდ კარგს, დიდ სიყვარულს, ბედნიერებას და მართლა აი რა ვიცი, მინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი. იმას გისურვებ, რა თქმა უნდა თქვენ.